სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა სვავს კიმ. მინდა ვიცოდე, არის თუ არა ბიბლიაში ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი ეხმარება მათ, ვინც საკუთარ თავს ეხმარება? ჯონი პასუხობს, არა, ეს არ არის ბიბლიური მუხლი. აუდიტორიდან კიმი აგრძელებს. მე გულისხმობ, თუ არის ადგილი, რომელიც მიუთითებს მასზე ან რაიმე მსგავსი. შეიძლება პირდაპირ აწერია, მაგრამ თუ არის რაიმე მსგავსება. ჯონ მაკარტური პასუხობს. მოდი ვნახოთ აბა, თუ შემიძლია მე ამის ილუსტრაცია მოგაწოდოთ. ისევ თუ წავალთ საჯულების წიგნში, იქ შესანიშნავი ერთი განცხადებაა. გასავთ, ერთ-ერთი დიდი მეომარი იყო გედეონი და ის იყო მსაჯული ისრაელის. გედეონი ძალიან ძლიერი მებრძოლი იყო, მან 300 კაცი შეარჩია და დიდი გამარჯვება მოიპოვა. იცით რა იყო მისი საბრძოლო დევიზი? და მე ყოველთვის რატომღაც მიმაჩნია, რომ ეს არის ზღაპრული საბრძოლო დევიზი და შეძახილი. მისი საბრძოლო შეძახილი იყო უფლისა და გედეონის მახვილი. განა ეს არ არის კარგი? უფლისა და გედეონის მახვილი. არა მხოლოდ უფლის მახვილი, ან არა მხოლოდ გედეონის მახვილი, არამედ უფლისა და გედეონის მახვილი. და ეს მე მომწონს. და მე ფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულწილად ეს მართალია. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც რაღაცნაირად ეხმარება საკუთარ თავს ამ თვალსაზრისით. მე არ ვფიქრობ, რომ ღმერთი ბევრს გააკეთებს შენი მეშვეობით, თუ შენ დაჯდები და მუხლზე გადაიდებ და არაფერს არ გააკეთებ. კარგი ღმერთო, წადი და შენ გააკეთე ეგა. ანუ შემეძლო მეთქვა, იცით, უფალმა მცხო მე საქადაგებლად. ხო? მეც. მე ამიტომ ვაპირებ ამბიონზე ავდგე და დაველოდო, სანამ რაიმეს სათქმელს მომცემს უფალი. არა, მე მივდივარ, ჩემს ძალისხმევასაც არ ვიშურებ, ვამზადებ ქადაგებას, მასალას გადავხედავ და მოვდივარ მე თქვენთან და მე ღმერთიც მეხმარება ამის თქვენთან გადმოსაცემად. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად ტრუიზმია, ანუ საყოველთაო ცნობილი, მაგრამ არა ბიბლიური კონკრეტული მუხლი. გასაგებია? დიახ, მადლობთ, ჯონ, გასაგებია.